ყველგან ესია. მეგობრებო, მოგესალმებით. ნამდვილად არ ვაპირებდი ერთი ეს ამ Facebook ჩარტვის გაკეთებას. ამას აქვს ბევრი მიზეზი. და თავარი, ნამდვილად ვერ წარმომედგინა თუ 2021 წელს თბილისი გაიხსებოდა პირდაპირ გაგებით ნაგავით. ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც კი ქართული ოცნების როგორც ხელისუფლების სტანდარტის გათვალისწინებაც, როდესაც მიწევს, აი ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ხა მთელი ქალაქი შემოვიარე, პრაქტიკულად არ არსებობს უბანი, რაც აი ეს მდგომარეობა არის. აი მართლაც თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩაფლულ კალაძე პლუს მის ვიცემერ ხმალაძე, რომელიც არის უკიდეგანოდ კორუმპირებული ადამიანი, მე ასე jalიკების მიწებება ადამიანებისთვის არ მიყვარს და ამჩვევია, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ბატონი ხმალაძე, რომელიც უშუალოდ კურატორი არის დღეს აი ამ სამსახურის თბილისის და ჩაუტარებია და თქვია საბოტაჟს ეწევიან ის ასობითი თანაშრომელი, რომელიც სამართლიანად ითხოვს რას? ვიფასო მეგობრებო, ითხოვენ ზაფხულის ფორმას, ელემენტარულ სამუშაო პირობებს, ანუ ზაფხულის უნიფორმას ითხოვენ და აცვიათ ზამთრის უნიფორმა და იხარშებიან 40 გრადუსიან სიცხეში. ეს ერთი და ითხოვენ ელემენტარულად ხელფასის მატებას. და ვის თხოვენ ამას? თხოვენ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საკუთარი ჯიბი გაისკემონ და კორუფციაში არიან ამბოსრული თავი და ბოლომდე. ნაგავს თუ თავი დავარნებოთ, ეხლა მოახერხა ამ ხელისუფლება კალაძე და ბატონმა ხმალაძემ ერთ ავტობუსში 60-70,000 евро გააკეთა. 60 მილიონი ლარი მხოლოდ ავტობუსების შესყიდვაში მოიპარეს. შეხედეთ თელს ქალაქს, მის ბანერებს, არ არსებობს პრაქტიკულად კუთხე კუნჭული, სადაც ამ კორუმპირებული მერის ბანერი არ იყოს გაკული. მხოლოდ თბილისში 10 მილიონი ლარის ბანერი აქვს გაკული. მხოლოდ თბილისში. და ეს მარტო ეს 10 მილიონი ლარი ეყოფოდა ამ მართლაც დამსახურებული თანამშრომლების სამართლიანი მოთხოვნით დაკმაყოფილებას. ეხლა რა უნდა გააკეთოთ ბატონო კალაძე და ბატონო ხმალაძე? სანამ ჯერ კიდევ ხართ იქ სადაც ხართ, სასტრაფოდ უნდა ადგეთ და დილამდე აი ამ მართლაც პაპანაკება სიცხეში ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თქვენ ის ადამიანები ხო არა ხართ შემთხვევით სარეცხის საშუალებით რომ ახეხინებდით შარშან კამპანიის ფარგლებში იგივე ამ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს. ყველაფერი უნდა იღონოთ, სასტრაფოდ ეს ვითარება და ეს ქაოსი ეხა მოაწესრიგოთ დილამდე, ეს ერთი და მეორე, ხვალე უნდა გასცეთ პასუხი უყოთ კონკრეტული ამ ადამიანებს და დაუკმაყოფილოთ მართლაც არც მეტი და ნაკლები სამართლიანი მოთხოვნა ხალხო. მოუმატოთ ხელფასები და კონკრეტულად უთხრათ, როდის ჩააცროთ ამ ადამიანებს ზაფხულის ფორმას. ათო ვისარგებლეთ შემთხვევით და გეტყვით, რომ ჩვენ პერსონალურ გადაწყვეტილებას ამ კამპანიის ფარგლებში მე არ მექნება არც ერთი ბილბორდი თბილისში. არ მექნება არც ერთი ბილბორდი თბილისში, მინდა მგონია რომ ქალაქში სადაც ნაგავით არის ყველაფერი გატენილი კალაძისა და ივანიშვილის მეცადინეობით, ქალაქში სადაც უბრალოდ სუნთქვაც კი შეუძლებელია, ქალაქში სადაც ჟურნალისტებს სცემენ და ყველას და ყველაფერს აბუჩად იგდებენ, იქ ბილბორდების გარეშე დაგამარცხებ შენ კალაძე და დაგამარცხებ შენ ხმალაძე და თელს იმ კორუმპირებულ კოჰორტას, რომელიც ხართ წამოსყურებულნი იმ თბილ სავაზებში დედაქალაქის მერიაში. და მარცხის შემდეგ ძალიან ბევრი მთელი ქვეყანა გაიგებს თუ რაში შოულობდით ამ მილიონებს და რატომ არის გაუსაზრისი ვითარება თუნდაც თბილ სერვის ჯგუფში. აი შეხედეთ სიცხვილი აი ნებისმიერ აი გინდათ აი ახეთ ნებისმიერი უნა რომელიც კი არსებობს დიდი ღომი აუტანელი ვითარება წარმოუდგენელია 90-იანი წლების შემდეგ აი თუ შეიძლება რომ ამბობთ 90-იანი წლების შემდეგ აი ყველგან სადაც ჩავყო ეხლა აი ნახეთ ეხლა არ ჩავყო შეგნებულად მთელი დიდი დიღომი, მთელი საბურთალო, დიდუბეჩუურეჭი, ანალოგიური ვითარება და ცხლენოდეს მართლა კალაძე. ცხლენოდე შენ ის ადამიანი ხარ, საკუთარი წარდგენის მეეზოვე რო ძალდატანებით მიიყვანე. ის მეეზოვე, რომელსაც შენი მოადგილე დღეს
საბოტაჟი ადანაშაულებს. ნაცვლად იმისა, რომ ხახო რაზე საუბრობთ მართლაც 40 გრადუსიან სიცხეში ზამთრის უნიფორმა აწვია. ზამთრის უნიფორმა და პროტესტის უფლებაც არა, ხო? მოკლედ დგებით ახლა დილამდე ასუფთავებთ ქალაქს, ხვალ მარტივად უკმაყოფილებთ პირველ ეტაპზე განაცხადის დონეზე მაინც ხელფასებს მოუმატებთ, იმიტომ რომ ეს ხალხი იმსახურებს და ასევე ვეუბნებით, როდის ჩააცმევთ აგვისტოს თვეში დამსახურებულ თანამშრომლებს ზაფხულის უნიფორმას. და როდესაც დაალაგებთ ბატონო კალაძე ქალაქს, აი რო გიყვათ მერე Facebook Live-ის ჩართვა, ჩართეთ, დაიარეთ და დაამშვიდეთ საზოგადოება, რომელიც უხდება აქ ჩვენ ხელმოწერას განმავლობაში. არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ვითარებით, არამედ იმ სუნით, სიმყრალით, რომელიც ამჯერად პირდაპირ გაგებით ნაგავისგან მოდის. ამ ნაგასაც გაიტანთ და ორ თვეში თქვენ გაგიტანთ იმ კორუმპირებული კაბინეტებიდან. დიდი მადლობა ხარ და ბოდიში რომ შეგაწუხეთ ძვირფასი მაყურებელმა, შეუძლებელია 90-იანი წლებიდან მსგავსი ვითარება აქ არ მინახავს. ამ ქალაქში არ მინახავს და ალბათ ბევრსაც არ უნახავს. მადლობა.